ყველა ჩემს მაყურებელს მოგესალმებით, მე ვარ ნინო თოტუა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჯანსაღი კვების 10 ძირითად პრინციპზე. თუ გაინტერესებთ ეს თემა, დარჩით ჩემთან ერთად. პირველი წესი არის ის, რომ არ უნდა გამოტოვოს საუზმე. საუზმემ უნდა მოგცეს ენერგია მთელი დღისთვის. თუმცა ყველა საუზმე ამ მოვალეობას თავს ნამდვილად ვერ ართმევს. სასურველია საუზმე შედგებოდეს რთული ნახშირწყლებისგან. რთულ ნახშირწყლებს შეიცავს ფაფები, შეიცავს ზოგიერთი მაკარონის ნაწარმი, შეიცავს პური, სრულმარცვლოვანი პური და ასე შემდეგ, ზოგიერთი ბოსტნეული კიდევ. ამიტომ სასურველია იმისთვის, რომ ჩვენ გქონდეს მთელი დღისთვის ენერგია, ვიყოთ კარგ განწყობაზე, ენერგიულები, შესაბამისად ეს განაპირობებს ჩვენს წარმატებას, ჩვენს კარგ თვითშეგრძნებას, ეს არის აუცილებელი რამ ჩვენი ჯანმრთელობისთვის და ჩვენი ფიგურისთვისაც ბუნებრივია. არ უნდა გამოვტოვოთ საუზმე. მეორე მომენტი არის ის, რომ სადილი უნდა შედგებოდეს ცილების და ნახშირწყლებისგან. ცილებში სასურველია ცილები იყოს ხორცი ან თევზი. ხორცი უნდა იყოს ძროხის ხორცი, ან უნდა იყოს თქვათ თევზი, ან უნდა იყოს ფრინველის ხორცი, რადგან არ არის სასურველი ცხიმიანი მძიმე ხორცი, ის ბუნებრივია აისახება ჩვენს ფიგურაზე. სასურველია იყოს ნაკლებ ცხიმიანი, სასურველია მომზადებაც იყოს არა შეწვა, არამედ მოხარშვა ან ღუმელში მომზადება. ასევე გარნირად იქნება ძალიან კარგი ბოსტნეული, რომელიც შეიცავს ნახშირწყლებს. ეს ძალიან კარგი ვარიანტია სადილისთვის. ახლა რაც შეეხება საღამოს კვებას. 4 საათის შემდეგ სასურველი აღარ არის, რომ მიიღოთ მძიმე საკვები. 4 საათის მერე უნდა ეცადოთ, რომ თქვენი საკვები იყოს ცილოვანი და მიიღოთ ნახშირწყლები ოღონდ ბოსტნეულის სახით მხოლოდ. ცილოვან საკვებში რა მოიაზრება საღამოს პერიოდში, ანუ 4 საათის მერე ვახშმად. ეს ძალიან კარგი იქნება, რომ იყოს ხორცი, ფრინველის ხორცი ვთქვათ, ქათმის ფილე, ან თევზი, ასევე ძალიან კარგი იქნება კვერცხი, ხაჭო, მაწონი, კეფირი, ან ბოსტნეული სალათები. ეს ძალიან კარგი ვარიანტია, სეზონური ბოსტნეული სალათები. საერთოდ ბოსტნეული შეიცავს ძალიან დიდი ოდენობით უჯრედის, რომელიც ასე ვთქვათ, წმინდავს ჩვენს ორგანიზმს, ეხმარება საჭმლის მონელებაში და არის ძალიან კარგი. და ბუნებრივი არის ძალიან კარგი ჩვენი ფიგურისთვის. აუცილებლად უნდა დალიოთ წყალი. დაახლოებით ლიტრა ნახევარი, 2 ლიტრი წყალი აუცილებელია. წყალი ჩვენს ორგანიზმს წმინდავს შლაკებისგან და გვეხმარება ჩვენ ბევრ რაღაცაში. რაში? იმაში ჩვენ შევინარჩუნოთ კანი კარგ მდგომარეობაში, განსაკუთრებით წონაში კლების დროს, რადგან ხშირად არის, რომ კანი რბილდება და ჩამოეკიდება მე ძალიან ცუდად. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის აუცილებელია მივიღოთ წყალი. ასევე ასაკთან ერთად კანის მდგომარეობა უარესდება ბუნებრივია და თუ წყალს არ ვიღებთ, გაუარესდება უფრო მეტად. ხო, ასევე წყალი ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, რაც ხელს უწყობს წონაში კლებას ან და წონის შენარჩუნებას. ხო, ამიტომ აუცილებელია თუ არ გიყვართ წყლის დალევა, ისწავლოთ და მერე, როცა უკვე ისწავლეთ, ანუ თავიდან უნდა დალიოთ, ასე ვთქვათ, ძალის, მერე უკვე ორგანიზმი თვითონ მოგთხოვთ საკმარისი ოდენობის წყალს. თქვენ საერთოდ აღარ მოგიწევთ იმაზე ფიქრი, რამდენი დალიეთ თუ არა. უბრალოდ მოგინდებათ საკმარისი, მხოლოდ მოусმინოთ თქვენს ორგანიზმს. რაციონი უნდა იყოს მრავალფეროვანი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ერთის მხრივ ძალიან მოსაწყენია სულ ერთი და იგივე სჭამა, მეორე მხრივ ძალიან ბევრ სხვადასხვა ვიტამინებს მიიღებთ ასე. და ეს არის ძალიან შესაძლებელი, რადგან სხვადასხვა სეზონზე არის სხვადასხვა ხილი და ბოსტნეული და ბუნებრივია ეს უკვე არის მრავალფეროვნება. მთავარია თქვენ მივხვდეთ ხილი, მივხვდეთ ბოსტნეული და ეს იქნება ძირითადი მრავალფეროვნება თქვენს მენიუში. ჭამე ნელა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ როგორც წესი ძალიან ჩქარად ჭამთ, იმიტომ რომ სადღაც გვიჩქარება, სადღაც გვაგვიანდება და ასე შემდეგ. ეს ცუდია, იმიტომ რომ ჩვენი ტვინი დაახლოებით ჭამის დაწყებიდან 15-20 წუთის შემდეგ იძლევა დანაკლების სიგნალს. და თუ ჩვენ 15-20 წუთის განმავლობაში ჭამთ ჩქარა, წარმოიდგინეთ როგორი მუცლის ტკივილი გექნებათ. ანუ როცა ადამიანი უკვე გრძნობს მუცელში დისკომფორტს, ეს იმას ნიშნავს, რომ მან უკვე დიდი რაოდენობით მივირთვა და პლუს გრამები შეიძინა, რაც საბოლოოდ კილოგრამებში გროვდება და ძალიან ცუდია ჩვენი ფიგურისთვის და ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ეს ყველა ვიცით. ამიტომ უნდა ჭამოთ ნელა, იმისთვის რომ დანაკლება იგრძნოთ დროზე.
ჭამე ხშირად და ცოტა. ეს არის ჯანსაღი კვების ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი. როცა ჭამ ხშირად და ცოტას, რატომ არის ეს კარგი? იმიტომ რომ კუჭი პატარავდება, ეჩვევა მცირე ოდენობის საკვებს. ადამიანის ორგანიზმს მართლა აჭირდება უცებ დიდი ოდენობის საკვების მიყრა. კუჭი ეჩვევა მცირე ოდენობის საკვების მიღებას, ბუნებრივია ეს კარგია ფიგურისთვის. და მეორე მომენტია, არასოდეს არ გრძნობთ ჩიმშილს. მთელი დღის განმავლობაში თქვენ არ გრძნობთ ჩიმშილს. ხოლო როცა არ გრძნობთ ჩიმშილს, რა ხდება? იკლებთ წონაში. კი. ძალიან ბევრს გონია, რომ თუ იშიმშილებს, დაიკლებს. პირიქით. როგორც კი იწყება შიმშილობა, ორგანიზმი მაშინვე თავს განგაშის რეჟიმს, ასე ვთქვათ, რომ რაც შეიძლება ნელა დაიკლოს თავისი ყოველი გრამი. ეს არის, ასე ვთქვათ, თვითგადარჩენის რეჟიმში ყოფნა. ამიტომ ორგანიზმი ანელებს ნივთიერებათა ცვლას და ცდილობს, რაც შეიძლება ნელა დაიკლოს. თუ თქვენ გინდათ წონაში დაკლება, ან თუ თქვენ გინდათ გქონდეთ კარგი ნივთიერებათა ცვლა, იმის რომ უბრალოდ არ მოიმატოთ და შეინარჩუნოთ თქვენი წონა, აუცილებელია ჭამოთ ხშირად და ცოტ-ცოტა. ასე თქვენი ორგანიზმი არ იგრძნობს შიმშილს, შედეგად ძალიან ნამდვილად გამოიმშვიდობება 11 კილოგრამებს და ამას გარდა თქვენი კუჭი იქნება დაპატარავებული და ეს ბუნებრივია ძალიან აისახება თქვენს ფიგურას. შეამცირე რაციონში ცხიმები და შაქრები. ტრანსცხიმები არის საშინელება, შაქრები არის საშინელება და ეს იცის უკვე ყველა. მაგრამ აბსოლუტურად ამოღება არ არის რაციონიდან სასურველი არც ცხიმების და თუნდაც იგივე არც ტკბილეულის შაქრების. მას როგორ მოვიქცეთ? ცხიმები ჩავანაცვლოთ მცენარეული ცხიმებით, ისეთით როგორიც არის ზეითუნის ზეთი, თხილეული, შეიცავს დიდი ოდენობით ცხიმებს, არის გემრიელი, არის სასარგებლო. თუმცა არის ძალიან მაღალკალორიული, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოდენობას. უნდა მივხვდეთ მცირე რაოდენობით. ასევე ძალიან კარგია ზეთის ხილი. რაც შეეხება შაქრებს, საუკეთესო შაქრების წყარო არის ხილი. საუკეთესო დესერტი. გადაეწყვე არა უცებ, არამედ ნელ-ნელა. ჩაანაცვლა შენი ტორტები, შოკოლადები და პეჩენიები ხილით. ეს არის ძალიან კარგი. თუ ძალიან გიყვარს ტკბილი, დაგეხმარება ჩირები. დიდი ოდენობით შაქრებს შეიცავს, მაგრამ ბუნებრივ შაქრებს და ეს დაგეხმარება. და კიდევ თუ ძალიან გინდა ვთქვათ ტკბილეული, კარგი ვარიანტია შავი შოკოლადი. აი, ეს არის კარგი ჩანაცვლების ვარიანტები ცხიმებშიც და შაქრებშიც. და ბოლოს, ყველაზე მთავარი, შეიძლება ითქვას, ჭამე მაშინ, როცა გშია. არა მაშინ, როცა შენი ქმარი, მეგობარი, ნათესავი, ნაცნობი მოვიდა მშიერი, გაუშალე სუფრა და შენს მიუჯექი უბრალოდ რადგან ისჭამს და უხერხულია რომ არ ჭამო. არა მაშინ, როცა მოიწყინე და არ იცი რა გააკეთო. არა მაშინ, როცა მიიღე სტრესი, დადებითი ან უარყოფითი და გინდა ემოციის შეჭმა. არა. ისწავლე ემოციების განცდა. ისწავლე რომ არ ჭამო მაშინ, როცა რაღაცას განიცდი. ეს არის ძალიან ცუდი. ძალიან ბევრი ადამიანის წონის პრობლემა მოდის სწორედ აქედან. ჭამენ სტრესის დროს, ჭამენ მოწყენილობის დროს. არა. სტრესის დროს უნდა გააკეთო რამე ისეთი, რაც არ გასუქებს და გსიამოვნებს. ანუ უნდა ჩაანაცვლო ეს მოქმედება სხვა მოქმედებით. უნდა ჭამო მხოლოდ მაშინ, როცა შენს ორგანიზმს ნამდვილად შია. და ეს იქნება გარანტი იმისა, რომ შენ არასოდეს არ შეგაწუხებს ჭარბი წონა და ბუნებრივია იქნები გაცილებით მეტად ჯანმრთელი, იმიტომ რომ ჭარბი წონა იწვევს ძალიან ბევრ დაავადებას. ჩემი აზრით ეს არის 10 ძირითადი პრინციპი, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყოველდღიურად, რომელსაც პირადად მე ვიყენებ ყოველდღიურად და ვფიქრობ, ეს არის საფუძველი. ჯანსაღი წესი ძალიან კარგია, მასზე გადასვლა უცებ არის ძნელი, ნელა-ნელა, თანდათანობით არის აბსოლუტურად შეუმჩნეველი და არის კარგი, რადგან გრძნობ ენერგიას მეც, გაქვს კარგი განწყობა და აისახება ბუნებრივია ეს კილოგრამებზეც. და ეს არის ძალიან კარგი. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ. ძალიან მაინტერესებს თქვენი კომენტარები ამ საკითხთან დაკავშირებით. დროებით გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე.